და ამ კონკრეტულად ამ კრიტიკული გზავნილების მოსმენა მაკა ბოჭორიშვილს აღარ მოუწია, რადგანაც ის აღარ იმყოფებოდა აი აქ შენობაში. მან დატოვა ეს შენობა მანამ ვიდრე ეს შემაფასებელი, შემაჯამებელი ბრიფინგი გაიმართებოდა ევროსაბჭოს ხელმძღვანელი პირებისგან. მანამდე როგორც ვიცით, მას ჰქონდა სიტყვით გამოსვლა დახურულ კარს მიღმა მინისტრთა კომიტეტზე და მთელი რიგი განცხადებების გააკეთა. მე როდესაც ლუქსემბურგში ჩამოვედი, რამდენიმე საკითხი მაინტერესებდა. პირველი, რა თქმა უნდა, საქართველოს საკითხი იმის გათვალისწინებით, რომ თქვენმა მაყურებელმაც კარგად იცის, თუ რა ვითარება არის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ქართულ დელეგაციასთან დაკავშირებით და ბოლო პლენარულ სხდომაზე იყო მოწოდებები, რომ ქართული დელეგაცია ჩართულიყო პროცესში და მართლაც მაკა ბოჭორიშვილი აქ ლუქსემბურგში ჩამოვიდა მინისტრთა კომიტეტის შეხვედრაზე და მაინტერესებდა წინ წაიწია თუ არა როგორმე პროცესმა და მეორე საკითხი ეს შეეხებოდა უკრაინას და ასევე ალბათ მაყურებელმა თქვენმა კარგად იცის, რომ დღეს ევროკავშირის პოლიტიკური გადაწყვეტილების შემდეგ სწორედ აქ ჩაეშვა პროცესი საგანგებო ტრიბუნალთან დაკავშირებით, რომელმაც უნდა გაასამართლოს ომის დამნაშავეები და მათ შორის არის, რა თქმა უნდა, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი. მე მაგალითად პირადად ნამდვილად მინდოდა, რომ მაკა ბოჭორიშვილისთვისაც დამესვა ის შეკითხვა, რაც დაუსვი შემაჯამებელ ბრიფინგზე ევროსაბჭოს წარმომადგენლებს, თუ როგორ ხედავენ ისინი ამ კრიზისიდან, რაც საქართველოშია გამოსავალს იმ ფონზე, როდესაც ქართული ოცნება იღებს რეპრესიულ კანონებს, როგორც ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ, მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციების. ჩვენი კოლეგა ზია ამაღლობელი ციხეში არის, არავინ არის დაკავებული და პასუხისმგებლობა არავის არ აუღია თავის თავზე მოქალაქეების უფლებების ძალიან უხეშ დარღვევაზე და სწორედ ეს შეკითხვა და მაინტერესებდა მაგალითად ქართულმა ოცნებამ რა კონკრეტული ნაბიჯები გადადგა ბოლო პერიოდში ევროინტეგრაციის გზაზე, თუმცა ამის შესაძლებლობა მე პირადად არ მომეცა, რადგანაც ვერც კი ნახე მაკა ბოჭორიშვილი მან ეთყობა რაღაც სხვა გზით არ ვიცი დატოვა შენობა, თუმცა საინტერესო ისიც არის, რომ სულ ცოტა ხნის წინ სხვა მედია საშუალებებზე ვნახე, რომ მას აქ ჩამოსული ქართველი ჟურნალისტებისთვის მიუცია კომენტარი და სხვათა შორის ძალიან გამიკვირდა, რადგანაც უბრალოდ მეც მინდოდა ჩვეულებრივად კითხვის დასმა და არ მომეცა ამის საშუალება. მოკლედ რომ თამარა, ერთი ვიცი რომ აი ის მედია საშუალებები, რომელიც ახსენე მათთან ბოჭორიშვილი აი ამ დღევანდელი შეხვედრის გათვალისწინებით ლაპარაკობს, რომ საქართველოს ყოველთვის იყო არის და იქნებაო ევროპის ნაწილი და ერთ-ერთი მთავარი დამცველი იმ ევროპული ფასეულობების, რომელზეც დგას თანამედროვე ევროპა. აი რამდენად არის თავსებადი ეს განცხადება იგივე იმ პასუხებთან, რომელიც შენ მიიღე, ხო? ბესე ლაპარაკობდა ლუქსემბურგის საგარეო მინისტრი, ანუ პირდაპირ ეუბნებიან, რომ არასწორ გზაზე დგახარ, მაშინ როდესაც თანხმედრაზე ლაპარაკობს ევროპის შუაგულში ქართული ოცნების მინისტრი. ანა სხვათა შორის მე ძალიან გამიკვირდა ხავიერ ლუქსემბურგის პირველი დიპლომატის ძალიან კაცრი განცხადება, იმიტომ რომ ის ტრადიციულად არის ცდილობს იყოს უფრო ნეიტრალური. ხშირად ხედავთ მას ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე და ხშირად უსვამთ ქართველი ჟურნალისტები კითხვებს, არა მარტო მე და ის ასეთი მკაფიო არასდროს ყოფილა. მან როგორც მოისმინეთ თქვა, რომ იმედგაცრუებულია და ძალიან ისეთი შედარება გააკეთა, თქვა, რომ როდესაც ვემზადებოდით თაფლობისთვისთვის ქართული ოცნება იგულისხმა, რა თქმა უნდა, რომ დაიწყო საქართველოს ხელისუფლების ხელით ეს გაშორების პროცესიო. რაც შეეხება მალტას წარმომადგენელს, რომელიც ჩაენაცვლება ლუქსემბურგს და სწორედ ის იქნება თავმჯდომარე ქვეყანა ევროსაბჭოში და ასევე ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს, თუ მიაქციეთ ყურადღება,
ეხება ისინი ძალიან კონკრეტულად ახდენენ ფაქტების კონსტატაციას, რა ვითარებაა საქართველოში, აღიარებენ რომ არის კრიზისი, რომ ქვეყანა მიდის არასწორი მიმართულებით, თუმცა ორივემ თქვა რომ ქართველი ხალხის ნებისგან გამომდინარე, მაინც თვლიან საჭიროდ რომ იყოს დისკუსია, იყოს კომუნიკაცია და ურთიერთობა და თუ კი ქართული ოცნება, თქვათ იგივე მაკა ბოჭორიშვილი, რასაც აქ ჟურნალისტებს ეუბნებოდა, ეს მართლაც ქართული ოცნების სურვილია, მაშინ მათ უნდა გადადგან კონკრეტული ნაბიჯები და ამ ნაბიჯებისთვის მზად არის არა მხოლოდ ევროკავშირი, უფრო მეტად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის მზად ევროსაბჭო. თამარ, ერთი კითხვა მინდა ბოლოს დაგისვა, ეს ეხება ჰერჩინსკის განცხადებებს და იმ პროცესს, რომელიც როგორც ჩანს არის ევროკავშირში, ასე ვთქვათ, მომწიფებული საქართველოსთან დაკავშირებით. საკმაოდ კრიტიკული და მძიმე გზავნილები ჰქონდა ჩვენი ევროპული პერსპექტივის გათვალისწინებით. დღეს საქართველოში ევროკავშირის ელჩის ჯერ ერთი რომ სანქციების დაწესების მნიშვნელობაზე ლაპარაკობდა იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც ძალადობაზეა პასუხისმგებელი და ასევე ამბობდა, რომ გადასახედიაო იმსახურებს თუ არა საქართველოს ევროკავშირთან პრივილეგირებულ ურთიერთობებს. აი, როგორ შეგიძლია რომ აი თქვათ ავხსნათ ეს მაყურებლის წინაშე, ან რა არის შენს ხელთ არსებული ინფორმაცია, რაზე ლაპარაკობს ჰერჩინსკი და რა პროცესი მიდის ახლა ამ თვალსაზრისით საერთოდ ევროკავშირში? ერთი შემიძლია ვთქვა, აი თუნდაც არა მხოლოდ ჩემი დაკვირვებებით, კონკრეტული ფაქტებით რომ ვისაუბროთ, ევროსკოპმა თხოვა კონკრეტული განმარტებები ევროკომისარს გაფართოების საკითხებში მარტაკოს მისი რადიო თავისუფლებასთან გაკეთებული განცხადებების და ინტერვიუს შემდეგ და საკმაოდ ვრცელი განმარტება იყო მისი პრესამსახურისგან, თემებათაც კი იყო ჩაშლილი და მე დამრჩა ესეთი შთაბეჭდილება, რომ არაერთხელ ერთგვარი რუქა და გზამკვლევი მისცა ევროკავშირმა ქართულ ოცნებას და ის გზავნილის თუნდაც მარტა კოსისგან რომ ხომ არ ჯობია ვისაუბროთ რაღაცა სახის დიალოგის აღდგენაზე და ჩამონათვალი იმ საკითხებისა, რა ჩაითვლებოდა ქართული ოცნების მხრიდან გადადგმულ საპასუხო ნაბიჯად, ძალიან ღიად უთხრეს არაერთხელ. თუმცა არა მარტო მე დარწმუნებული ვარ, თქვენც ხედავთ, რომ არათუ აი ეს ნაბიჯები თუნდაც პატარა თითო კეთდება ქართული ოცნების მხრიდან, არამედ საპირისპიროდ მიღებული ყოველდღე ახალი კანონმდებლობა, ახალი კანონია და ვერაფერს ვერ ვხედავთ, რომ რაღაცნაირად პოლიტიკური ნება გამოავლინოს ქართულმა ოცნებამ, რომ მას სურს ევროკავშირთან რაღაცა კომუნიკაცია. გამომდინარე აქედან ლოგიკური არის, რომ უნდა თუ არ უნდა ევროკავშირს მათ მოუწევთ ამაზე პასუხის გაცემა. აქ მეორე საკითხი იმაშია, რომ ევროკავშირი ბოლომდე ეცდება, რომ მაქსიმალურად შეუნარჩუნოს ქართველ ხალხს ის ბენეფიტები, რაც დღემდე გვაქვს ჩვენ ამ ორგანიზაციისგან. დიდი მადლობა თამარ, დაგემშვიდობები, მადლობას გადაგიხდი კიდევ ერთხელ. თამარ ნუცუბიძე, ევროსკოპის რედაქტორი საუბრობდა ლუქსემბურგიდან დღის ამბების პირდაპირ ეთერში, საიდანაც